მშვიდობ, მშვიდობისა უყურებთ ქრონიკას 9 საათზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ლელოს წამოწყებულ კამპანიას სახელისფლებო გუნდში ეხმიანებიან რეპრესიების ქრონიკა და ქვეყნის მართვის ნაცმოძრაობის მოდელი. ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ყოფილი ბანკირების პარტიის რიტორიკას. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამუკა ხაზარაძე მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა და ამ კამპანიის ფარგლებში დამზადებულ ერთ-ერთ ბანერზე ბიძინა ივანიშვილს ლელოს საარჩევნო ნომრით შუბლი გაუხრიდა. არ არსებობს არც ლელო, არ არსებობს არც გირჩი, არ არსებობს არც ახლა თუ რაღაც სახელწოდებები რაც აქვს. ეს არის ერთი მთლიანი ნაციონალური მოძრაობა. ის, რასაც ლელო იძახის დღეს, რომ ვიღაცას გააგდებს სახელმწიფოდან, ვიღაცა სადღაც აღმოჩნდება, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მათ ზუსტად ისეთივე მმართველობის ნაწილი უნდათ იყვნენ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა 2000 წლამდე ამ ქვეყანაში. ძალიან არაზუსტი სამიზნე ყავთ შერჩეული. ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არის სტაბილურობის ფაქტორი. შემთხვევით სოცქსელში ამ ფოტოს გადავაწყდი ერთი შეხედვით ერთი ჩვეულებრივი მავნებლური კამპანია გეგონება. სინამდვილეში ხაზარაძემ პროკურორით მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა, ისიც კი არ იცის, რომ პროკურორის და პროკურატურის ფუნქცია არავის გადასახლება არ არის. იმდენად არის საბჭოთა დროში ჩარჩენილი და ნაცების ლეღვის ფოთოლი ლელოს საარჩევნო ნომრით ცხრიანით ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხრიდა. როგორც ჩანს, ნაცებიდან მიმაგრებულმა როზნერმა გადაუტანა ზრახვები ბანერზე. თავდაცვის სამინისტროს განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა გადაცემა იმედი ლაივში. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გასაძლიერებლად მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. ეს არის პოლიტიკური გუნდის დავალება, ეს არის პრემიერ-მინისტრის დავალება, რომ გავაკეთო მაქსიმუმი მისათვის, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას. ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც აღსახულია და ეს საჯაროა ეს დოკუმენტი. ეს არის ხედვა 2030, თუ სად გვინდა რომ იყოს ჩვენი თავდაცვა 2030 წელს, 2030 წელს და ასევე სად გვინდა, ასევე არის კონკრეტული დირექტივები, მინისტრის გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ მივყვებით. ჩემი უმთავრესი ამოცანაა, რომ ის რაც ხდება და ის დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავდაცვის სფეროში, რომელიც გულისხმობს ჩვენი თავდაცვის ძალების უზრუნველყოფას, როგორც მათ პროფესიულ საქმიანობაში, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტს მაქსიმალურად გავზარდოთ, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ეს ყველაფერი იქნეს მორგებული ჩვენს სამხედროებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქ კოლეგას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. აქცენტი გაკეთდება საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მისი გაღრმავების გზებზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე. მოგესალმება, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. შეხვედრებზე განიხილება საკითხები როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოს-თურქეთს შორის ყველა მონაცემები რეკორდულ ნიშანს მიაღწია, მათ შორის ეს იქნება სავაჭრო ბრუნვა, ტურიზმი და ასე შემდეგ. დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა. ადვოკატის განმარტებით საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის ჯანმრთელობის საყურადღებო მდგომარეობა. ასევე გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ საქმეში დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილიც აცხადებდა თანხმობას ამ შეღავათების გამოყენებაზე. გიორგი მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაკავება უსამართლობა იყო. მამალაძე ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველ რიგში ჩემი თავარი გეგმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. შემდგომ უკვე ყველაფერი იქნება. ჩემი დაკავება არის უსამართლობა. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად იმ პასუხგაუცემელი კითხვები, რაც საზოგადოებაში ტრიალებს, აუცილებლად გავცეთ პასუხები და ჩემმა ძმამ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ამისათვის აუცილებლად ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა სამართლებრივი მექანიზმს აკმაყოფილებდა იმისათვის, რომ ის განთავისუფლებულიყო, ერთი მოხდილი საჯელიდან გამომდინარე, მეორე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მესამე პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი პირის წერილობითი თანხმობიდან გამომდინარე და სხვა არაერთი არგუმენტიდან გამომდინარე.
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში დღეს გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახსნის შეხვედრას, რომელსაც ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ცხოველთა დამცველები დაესწრებიან. პროექტის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაა. ჩატარდება პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ასევე მიუსაფარ ძაღლთა მასშტაბური აღრიცხვა. მკაცრად გაკონტროლდება შინაური ცხოველების გამრავლებაც. თქინდება გარკვეული შეზღუდვა მრავალბინიანი კორპუსის ბინაში ძაღლების რაოდენობაზე, საკუთრებაში აიკრძალება 3-ზე მეტი ძაღლის ყოლა. შეზღუდვა არ შეეხება მათ, ვინც ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს. ცვლილებები 2025 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. კანონპროექტის შემუშავების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი ყველა მხარის მხრიდან და ჩვენ მივიღეთ ვერსია, რომელიც ინიცირებულია დღეს მდგომარეობით. ყველა არგუმენტი, რომელიც იქნება კიდევ ერთხელ წარმოდგენილი და შეჯერებული, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2025 წლის 1 ივნისისთვის, როდესაც კანონი სრულად ამოქმედდება და მისი ყველა მუხლი იქნება ძალაში შესული, ჩვენ ქვეყანაში გვექნება უკვე ისეთი მდგომარეობა, რომელიც მოემსახურება ერთი მხრივ რეგისტრაცია იდენტიფიკაციას შინაური ბინადარი ცხოველების, ხოლო მეორეს მხრივ ეს იქნება ზრუნვა ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებით. საქართველოს მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლების წილკნისა და წეროვნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 7 კილომეტრამდე გზა. პროექტის ღირებულება 2,5 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი დაფინანსებულია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის ფარგლებში დაიგება 7 კილომეტრამდე ასფალტო-ბეტონის საფარი. სოფელი წილკნის მაცხოვრებლები შეძლებენ აღნიშნული გზით მარტივად დაუკავშირდნენ ავტობანს და შეძლებენ ნებისმიერ მიმართულებით, როგორც თბილისის, ისე დასავლეთის მიმართულებით კომფორტულ და კარგი გზით გადაადგილებას. იყო გრუნტიანი გზა. დანგრეული ვერ მოძრაობდნენ, მანქანები ვერ გადიოდნენ, ვერ გამოდიოდნენ, წილკანსა და წეროვანს შორის სოფელი გახარებულია, კეთდება. რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე კომპანია GVP 1400 მეტრის სიგრძის მაგისტრალურ ქსელს ცulis. პროექტის დასრულების შემდეგ წყალმომარაგება რუსთავში 18,000-მდე აბონენტს გააუმჯობესდება. 2024 წლის განმავლობაში წყალმომარაგების კომპანია რუსთავში 18 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს. ბოლო შეხვედრებზე, რომელიც სემეკთან ერთად გავმართეთ, კომპანიამ აიღო მათ შორის ის ვალდებულება, რომ ამ და სხვა პროექტების განხორციელებით წელს კიდევ ბევრად გაუმჯობესდება რუსთავში წყალმომარაგების სისტემების ინფრასტრუქტურა. ხორციელდება 600 მმ-იანი 1400 მეტრის მილის სრულიად განახლება და ქსელის ამოცვლა. დაიგეგმება ასევე ქსელის, ამ წყლის ქსელის სხვადასხვა მონაკვეთების განახლება. მიმდინარე წლის პროექტებიდან პრიორიტეტულად დაიგეგმა მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია, რაც ძირითადად განპირობებული იყო იმ ფაქტორით, რომ გასულ წელს არსებულ მონაკვეთზე 30-მდე დაზიანება დაფიქსირდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ეგიდით 2024 წლიდან ეროვნული სკრინინგ ცენტრი აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ძუძუს კიბოს სკრინინგში სპეციალისტების გადამზადების ცენტრი გახდა. ეროვნულ სკრინინგ ცენტრ სპეციალისტების პირველი ნაკადი ტაჯიკეთიდან ეწვია. ისინი რადიოლოგიურ სამსახურში გაივლიან ტრენინგს. ძალიან ბევრ ქვეყანას ჯერ არ აქვს სკრინინგის პროგრამა თავიანთ რეგიონში. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამ რეგიონებისთვის ჩვენი ცენტრის მხრიდან დაგროვილი წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ეროვნული სკრინინგ ცენტრში ამჟამად მიმდინარეობს ჩვენი ტაჯიკი კოლეგების ტრენინგის პროცესი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არის უდიდესი მხარდამჭერი ეროვნული სკრინინგ ცენტრის. ჩვენ ჩამოვედით ტაჯიკეთიდან ძუძუს კიბოს სკრინინგის შესასწავლად. მადლობას ვუხდით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტრენინგის დაფინანსებისთვის. ასევე მადლობელი ვართ ეროვნული სკრინინგ ცენტრის. ჩვენ გეგმავთ სკრინინგ ცენტრის გახსნას და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაზრდის გადარჩენის მაჩვენებელს და შეამცირებს ძუძუს კიბოსგან სიკვდილიანობას.
ქრონიკის დასასრულს ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეიდან 17 თებერვლის ჩათვლით დრო გამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრ დაცემას ვარაუდობენ. საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთასა და მაღალ მთაში კი თოვლ-ჭყაპი. არამდგრადი ამინდები იქნება დედაქალაქში, სადაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოშიც, აღმოსავლეთშიც და თბილისშიც იქნება უმეტეს რაიონში წვიმა, ხოლო მაღალმთაში თოვლ-ჭყაპი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა მიაღწევს დღის განმავლობაში 12-17 გრადუსს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დღის განმავლობაში ბარში 11-16 გრადუსამდე გათბება ჰაერი, მთაში გვექნება 8-13, ხოლო მაღალმთაში 3-8. ქრონიკა 9-ზე ამი დაასრულდა. ახალ ამბებს დაუბრუნდებით 10-ზე. დღის ყველა სიახლეს კი გაეცნობით ჩვენს ვებგვერდზე იმედი news.gr. ეთერს განაგზობს იმედის დილა.